მადლობა მოწვევისთვის და მომეც საშუალება რომ გამიმარტო კიდევ ერთხელ ეს საკითხი, იმიტომ რომ რამდენიმე არასწორი მის ინტერპრეტაცია ვნახე ამ საკითხთან დაკავშირებით. დღევანდელი პროცესი იყო შეიძლება ითქვას ერთგვარი ტექნიკური პროცესი იმ თვალსაზრისით, რომ მართალია ფორმალურად ვიმყოფებით მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე და მტკიცებულებებს, თუმცა რეალურად ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩავშლით და ვუყურეთ TV პირველის ლაივს რამდენიმე საათიან 5-დან 7 საათამდე ხანგრძლივობის ვიდეოს 4 ოქტომბერს მიმდინარე მოვლენების აღმწევს, რასაც ბუნებრივია არავითარი რეალური ღირებულება მართლმსაჯულების მიზნებისთვის პრინციპში არ გააჩნია. რაც შეეხება ბატონი პაატას დასწრებას, უბრალოდ არ დასწრებას პროცესზე, მე ნამდვილად აღვნიშნე, რომ ის უკეთესი ხარისხის სპექტაკლებს არის მიჩვეული. ეს არ არის არც ერთ შემთხვევაში და არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული როგორც მისი პროტესტი, ბატონო პაატამ თვითონ განმარტა და ეს მისი სიტყვები არის, რომ პროტესტი არის, როცა ადამიანები რუსთაველზე დგანან, როცა ისინი შიმშილობენ და ბატონი პაატა udasturებს ყველა ამ ადამიანს უდიდეს პატივისცემას და აძლიერებას, თუმცა ეს არის უბრალოდ და ეს ხდება იმის გამო, რომ ეს საჭიროდ ამ პროცესებზე მოსვლას, იმიტომ რომ ეს არ არის რეალურად მართლმსაჯულების პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური ფარსი, სპექტაკლი, რაში მონაწილეობის მიღებაც მას არ სურს და მაშინ როცა ჩათვლის, რომ შესაძლებელია ჰქონდეს გარკვეული წვლილი პროცესის მიმდინარეობის დროს, ან ექნება საშუალება რაიმე სახით გავლენა მოახდინოს მართლმსაჯულების პროცესზე კანონის ფარგლებში, ან ჰქონდეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაშინ ის ამ პროცესებში მიიღებს მონაწილეობას და დაესწრება, თუმცა დღეს ამისი შესაძლებლობა და ამისი ალბათობა არ არსებობდა და სწორედ გახდა მიზეზი, რის გამოც იგი არ მოვიდა პროცესზე. კი ბატონო, და რაც შეეხება უშუალოდ იმ მტკიცებულებებს, რაც იყო წარმოდგენილი, შევთა თქვენ ამით დაიწყეთ საუბარი, რომ ფაქტობრივად TV პირველის ლაივს უყურებდით, რომელიც რამდენიმე საათიანი იყო, ხო? ანუ აი, პირდაპირ ეთერში რაც მედიამ, ჟურნალისტებმა ვაჩვენეთ, ეს არის გამოძიების მთავარი ეს არის გამოძიების დღეს გამოკვლეული ერთადერთი მტკიცებულება, გახლავთ TV პირველის 7 საათიანი ლაივი 4 ოქტომბრისა, სადაც კიდევ ერთხელ ნახეთ ყველა ჩვენი საყვარელი ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა არ იყო მაინც და მაინც მონდომებული, რომ გვენახა ჩვენ ქართული ოცნების სპიკერების გამოსვლები ამ დღეებში, ჩვენ მაინც მოვუსმინეთ, მაგალითად პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასაქმებული კობახიძის გამოსვლას, ბრიფინგს, ბევრი სხვა ქართული ოცნების აბსოლუტურად სამართლიანო განცხადებებს და კიდევ ერთხელ ვიხილეთ ეთერში ეროვნული კრება, ეს დიდი დემონსტრაცია 4 ოქტომბერს გამართული, პრაქტიკულად ხელახლა გავიარეთ 4 ოქტომბერი ამჯერად მხოლოდ მაყურებლის ადგილიდან, მაყურებლის როლიდან. კი ბატონო, და რა არის თქვენი ამ შემთხვევაში თქვენი საპასუხო არგუმენტი, ასე ვიტყოდი, როგორც დაცვის მხარის, ვინაიდან სახელმწიფო ბრალდების, არ ვიცი, მთელი ეს ბრალდება აგებულია მხოლოდ TV პირველის რამდენიმე საათიან ლაივ რეპორტაჟზე, თქვენი პასუხი რა არის? იცით, მე მგონია, რომ ჩვენ ქართულმა ოცნებამ და ამ პლანის სასამართლომ მიგვაჩვია თავდაცვის პოზიციაში ყოფნას იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად ვცდილობთ ხოლმე არგუმენტები ვიპოვოთ, მე მათ შორის თავად პოლიტიკურ პარტნიორებთან ჰქონდა დღეს ამაზე საუბარი, რომ ხშირად ისინიც ცდილობენ ხოლმე და არა მხოლოდ ისინი, სხვა პოლიტიკოსები ცდილობენ ხოლმე სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენტაცია დაუპირისპირონ ქართული ოცნების ფსევდოლოგიკას, თუმცა სინამდვილეში საქმე არის ის, რომ ის თამაშის წესები, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ და ვცდილობთ არგუმენტაციის მოყვანას მტკიცებულებების მოგროვებას, ეს წესები ქართული ოცნების სასამართლოზე არ ვრცელდება და ჩვენ როცა ბრალდებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესწრდეს, რომ პირდაპირ ეთერში რასაც ვუყურეთ, უბრალოდ ჩანაწერს პირდაპირ ეთერისას, რასაც დღეს ვუყურეთ, იქ არც ერთი კანონდარღვევა ჩადენილი პოლიტიკური პარტნიორების მიერ, პოლიტიკური წვრების მიერ არ ჩანდა, იქ ჩანდა ძალიან კარგი შინაარსიანი გამოსვლები აქციის მონაწილეების და იქ ჩანდა ხალხის ოდენობა, რაოდენობის ხალხი იყო, იქ ჩანდა მათ შორის ფაქტები, რომლებზეც გამოძიება ჩატარებული არ არის, მათ შორის მაგალითად ყობის გადანგრევის ეპიზოდთან დაკავშირებით, მათ შორის მაგალითად რა ხდებოდა პრეზიდენტის სასახლის შიგნით, უფრო მეტიც განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ის, რომ TV პირველის ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ ამ მოვლენებს და იმყოფებოდნენ იქვე, მე გავამახვილა ყურადღება გაოცებულ სახეზე ჟურნალისტებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ღობე პრეზიდენტის რეზიდენციის, ათონელის რეზიდენციისა, როგორ უკვირდათ, რომ თითქოს გადაქცეული დახვდათ. წამებში ძალიან მარტივად
ძალიან მარტივად რაღაცა თითქოს სუბუქი შეხებით ყველას გვახსოვს ეს. ნამდვილად ასე, ამიტომ ისევე როგორც შეუძლებელია ამტკიცო რაღაცა არ არსებობა, ნეგატიური მტკიცების ამბავი ცოტა რთულად არის ხოლმე, ჩვენ პრინციპში ვართ მდგომარეობაში, როცა არც არავინ არაფერს არ გვაბრალებს ლოგიკურს და არც ერთი არგუმენტი ჩვენ ბრალის გასამყარებლად არც ერთი მტკიცებულება ბრალის გასამტკიცებელი არ გვაქვს საქმეში, შესაბამისად ცოტა რთულ პოზიციაში ვართ, როგორ უნდა ამტკიცო ადამიანის უდანაშაულობა, მაშინ როცა პროკურატურა არ ამბობს ზედაპირებას და არ ამბობს არ მიითითებს კონკრეტულ მტკიცებულებაზე, მაგალითად რა იყო დანაშაული, მაგალითად ის რომ ბურჭულაძემ გამოაცხადა რომ დასაჭერია კობახიძე და ღარიბაშვილი და ქართული სიმის სხვა პირები, ეს იყო დანაშაული ამ განცხადებას. ეს ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს და მე როგორც ადვოკატი ვფიქრობ რომ ისინი ყოველდღურად არ ღვევენ საქართველოს თავის კონსტიტუციას 78 მუხტს, რომელიც როგორც თავად აქვს პრეტენზია თავად ჩაწერეს კონსტიტუციაში და ისინი რა თქმა უნდა პასუხისმგებაში არიან მისაცემები და სამოქალაქო ენაზე რო ვთქვათ არაიურიდიულზე დასაჭერები არიან ქვია ამას ხო პასუხისმგებაში უნდა მიეცენ და შემდეგ სასამართლო უნდა განსაზღვროს მათი სანქცია მათი სასჯელი რა იქნება ამისთვის იჭერენ ბურჭულაძეს თუ რა არის დანაშაულებრივი ქმედება რაში გამოიხატა დანაშაულებრივი ქმედება ეს ჩვენ დღემდე ეს ჩვენ დღემდე არ ვიცით და შესაბამისად ცოტა უცნაურ მდგომარეობაში ვართ ამის გამო. კი ბატონო და შოთა ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვა და აღარ წაგორთმევთ დიდ დროს ეს ეხება შეზღუდვებს რომელიც აქვთ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს კომუნიკაციასთან დაკავშირებით ხო? მათ არის ფაქტობრივად აკრძალული აქვთ ყველანაირი ტიპის კომუნიკაცია საკუთარ ოჯახის წევრებს გულისხმობ მე ამ შემთხვევაში და აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ სასამართლო პროცესებზეც მედიას აქვს შეზღუდული გადაღება რომ დაუშვათ რას ამბობენ ბრალდებულები ეს საზოგადოებამ მოისმინოს თუნდაც პირდაპირ ეთერში ფიქრობთ რომ გადაიხედება შეზღუდვა აი ამ კუთხით და რაიმე სიახლეს შეიძლება ველოდოთ არ მაქვს მოლოდინის სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ამ შეზღუდვას პრაქტიკა როგორია ბოდიშოთა, ანუ პრაქტიკა რას გვიჩვენებს ზოგადად, მაგალითად აი სანამ არ მიესჯება დაუშვათ იქამდე შეიძლება პრაქტიკა გვაჩვენებს იმას, რომ პროკურატურა ამ შეზღუდვას, რომელიც მინიჭებული არის იმისთვის, რომ ახალი დანაშაული იქნას თავიდან არიდებული, იყენებს შურისძიების ადამიანის წამების ინსტრუმენტად და ისე რომ არავითარი გამართლება არ აქვს, ამას უბრალოდ ადამიანებს სჯიან და სხვა არაფერი ფუნქცია ამას არ აქვს. მათ შორის ჩვენ ვაპირებთ და მე ვაპირებ მიმართო პროკურატურას მოთხოვნით რომ თუნდაც საახალწლოდ ოჯახის კონკრეტულ წევრთან დარეკვის საშუალება სატელეფონო ზარის საშუალება ან შეხვედრის საშუალება მიეცეს პოლიტიკურ ტყვეს პაატა ბურჭულაძეს თუმცა სამწუხაროდ მოლოდინი არ ვიცი რა შეიძლება მქონდეს ამ მიმართულებით იმიტომ რომ ცხადე არის რომ ეს შეზღუდვა დაწესებული არა იურიდიული მიზნებისთვის არამედ მასზე შურისძიების მიზნით მისთვის ტკივილის მისაკეთებლად რომ 80 წელს მიახლოებულმა ადამიანმა 70 წელს გადაცებულმა ადამიანმა უბრალოდ შვილიშვილს ვერ დაურეკოს და ახალი წელი ვერ მიულოცოს. ამას მხოლოდ ეს მიზანი გააჩნია. სხვა მიზანი ამას არ აქვს. ეს ყველა ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს. ის ადამიანები, რომლებიც, რა ვიცი, ფსევდო ქართველობას, ტრადიციულობას, რაღაცა მათ მიერ მოგონილ ღირებულებებს არიან ამოფარებული, სინამდვილეში არიან ესეთი არამზადები, რომლებსაც ერთ-ერთი მიზანი აქვს, რომ ხანდაზმულ ადამიანებს უბრალოდ უფრო მეტი ტკივილი მიაყენონ, უფრო შური იძიონ, რაც შეიძლება მწვავე მეთოდებით და ჯერჯერობით მათ არ შეუძლიათ რომ პირდაპირ, რა ვიცი, ტყვია დაახალონ ამ ადამიანებს ან რაღაცა აწამონ და დენზე შეერთონ, თუმცა რომ შეეძლოთ მე დარწმუნებული ვარ, გაუკეთებიათ კიდეც ეს ბევრთან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ, არც ამჯერად არ მოერიდებოდნენ და არ მოერიდებიან თუ კი ამის საშუალება მიეცემათ. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა შოთა თუთფერიძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ